მოკლედ ძალიან დიდი დრო გავიდა რამოდენიმე კვირა, 2-3 კვირა გავიდა იმის შემდეგ, რაც შეგპირდით, რომ ჩავწერდი ვიდეოს IELTS-ი, საიდან მოვამზადე როგორ ავიღე 7 და 5 და ესე შემდეგ და ესევე გაჩვენებდით ჩემს სამოტივაციო წერილს, რომელთაც მიმიღეს Erasmus Mundus-ის ერთ-ერთ პროგრამაზე და მომცა სრული დაფინანსება. მაგის მერე იმდენი რაღაც მოხდა, ხმაზე თუ მატყავ, ჯერ კიდევ გაციებული ვარ, მაგრამ იმდენი ხანია უკვე გაციებული ვარ, რომ არ მგონია, რომ ეს ბოლომდე anytime soon გავიდეს, ამიტომ ეხლა გადავწყვეტე, რომ მაინც ჩამეწერა და ცოტა რომ მოგიყვათ ახლა და გითხრათ IELTS-ზე, როდის დავიწყეს ზოგადი რჩევები. პირველ რიგში გეტყვით, რომ თუ B2 დონე გაქვთ ინგლისურის უკვე ეს ტესტი მე უკვე მთლად ინგლისურის სწავლაზე კი აღარაა უფრო აი დროის მენეჯმენტი, შენი სტრესის მართვა და ესე შემდეგ. განსაკუთრებით თვითონ ტესტის დროს. თუმცა გაგიზიარებთ ისეთ ვებსაიტს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ და შეამოწმოთ 4-ვე ნაწილი IELTS-ის, ანუ მოსმენა, წერა, კითხვა და სპიკინგი, ანუ საუბარი. და ზუსტად იგივე პრინციპის ტესტები არის, როგორც თვითონ რეალურ ტესტზე შეგხვდებათ. ანუ შეგიძლიათ სირთულეც იგივეა, თითქმის ზუსტად მართლა, იმიტომ რომ ბევრჯერ შევამოწმე, ეხლაც გადავამოწმე, სანამ თქვენ გაგიზიარებთ, იმიტომ რომ მე 2 წლის წინ ჩავაბარე და 2 წლის წინაც თითქმის იგივე იყო რა, ყოველთვის, იმიტომ რომ შევედი თვითონ რეალურ ტესტზე, არ დიდად განსხვავება არ შემინიშნავს საერთოდ. მე კიდევ რაც ძალიან კარგი არის ამ ვებსაიტზე, რაც ანუ სხვებისგან განასხვავებს არის ის, რომ შეგიძლიათ აი რეალური ტესტის პრინციპით გააკეთოთ, რომ მაგალითად შევხვიდეთ, აირჩიოთ რაღაცა reading სექცია და დროც დაინიშნოთ. აი წარმოიდგინეთ, თქვენ ოთახში ხართ მარტო და თითქმის რეალურ ტესტს აკეთებთ რა ფაქტობრივად და მე ეს იმდენად შეგაჩვოთ, თუ უკვე ინგლისურის B2 დონე გაქვთ. მე უკვე მარტო ამაზე მოგიწევთ რა მუშაობა და მე ჩემი აზრით ერთი თვე სრულიად საკმარისია სისტემატიური მუშაობის შემთხვევაში. ერთი თვე სრულიად საკმარისია, რომ აი ძალიან კარგად მომზადოთ და 7-ზე მაღალი აიღოთ, იმიტომ რომ მასტერების უმეტესობა 7-ს მაინც მოითხოვს ხოლმე. კი წერია ზოგ Erasmus Mundus-ზე 6.5-დან არის მიღება, თუმცა თუ გინდათ რომ ძალიან კონკურენტული იყოთ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ფლობთ ინგლისურს. აკადემიურ ინგლისურს, რა თქმა უნდა. აი მაგ შემთხვევაში 7-ზე მაღალი 7.5 უკვე ძალიან კარგი არის. ამიტომ გირჩევთ, რომ აი ამ ვებსაიტიდან, რომელსაც გაგიზიარებთ, დავლინკავ ქვემოთ აღწერაში, აი მაგ ვებსაიტიდან აუცილებლად გააკეთოთ ხოლმე თვითონ ტესტის პრინციპით, ანუ დაჯდეთ ის 40 წუთი თუ 1 საათი, აღარ მახსოვს. ზუსტად რამდენი არის reading-ზე. მგონი 40 წუთი. დაჯდეთ და აი ძალიან კონცენტრირდეთ, დაუთმოთ, გამოცადოთ თქვენი თავი, რაღაცა 40 წუთი რამდენად საკმარისია, ან 40 წუთში რამდენს ასწრებთ, ანუ სად გიჭირთ. თუ ხვდებით, რომ სიტყვებით გიჭირთ პარალელურად სამ ლექსიკონს, ასე რომ ვთქვათ, სამ წყაროსაც გაგიზიარებთ, საიდანაც მე თვითონაც ვწავლობდი ხოლმე სიტყვებს და ფრაზულებს. რაც ძალიან დამეხმარა და აი პარალელურად ამ ტესტის ნიმუშების კეთების პარალელურად ხო სიტყვების და ფრაზულების სწავლა ძალიან დაგეხმარებათ განსაკუთრებით speaking-ში და განსაკუთრებით writing-შიც, იმიტომ რომ ძალიან აქცევ ყურადღებას რამდენად კომპლექსურ რაღაცებსაც გამოიყენებ და მე ეს ქულაც წევს მაღლა. განსაკუთრებით reading-ში ძალიან დეტალებზე ორიენტირებულია ხოლმე ზოგი კითხვა რა და რაც უფრო მეტი გეცოდინებათ ახლა მით ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ და მით მაღალ ქულას აიღებთ. თან პირველი reading-ი რადგან თუ კარგად დაწერდა კმაყოფილი ხარ, მე ეს რაღაცა კმაყოფილება გადადის სხვა სექციებზეც რა და მე პერფორმანსიც უკეთესი არის ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. მახსოვს რომ შეგპირდით, რომ ჩემს სამოტივაციო წერილს გაჩვენებდით, რითიც მიმიღო merged პროგრამამ, ანუ Erasmus Mundus-ის ერთ-ერთმა პროგრამამ და რა თქმა უნდა, ეხლა გადავხედე, სანამ თქვენ გაჩვენებდით და ძალიან მეუცხოვა იმ ხრივ, რომ ეხლა ძალიან სხვანაირი ენით ვწერ და ალბათ ეხლა რომ ვაგზავნიდე კიდე სხვანაირად დავწერდი, თუმცა ამ სამოტივაციო მიმუშავა იდეალურად, ამიტომ გაგიზიარებ და თან იმასაც გეტყვით, სად რა ჩანდა, ანუ ჩემი აზრით, რატომ
ამიყვანეს, მიმიღეს. თუმცა მხოლოდ სამოტივაციო არ არის რა, ეს მთლიანი კომპლექტი არის ხო, რამდენჯერ მithქვამს უკვე. თქვენი GPA, სარეკომენდაციოები, სამოტივაციო CV და ესე შემდეგ. გადავხედოთ ახლა ერთად. მოკლედ ახლა შემდეგზე უკვე ვაკეთებ აქცენტს ჩემს გამოძილებაზე ბაკალავრის დროს, როგორც ერასმუსის გაცვლითი პროგრამის სტუდენტი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ანუ ჩეხეთშიც ვცხოვრობდი, ვსწავლობდი 9 წელი. და აქ ვუსვამ ხაზს, რომ მაგალითად აი my exchange program in Czech Republic was decisive and I found out that the subjects I learned there such as sustainable development and global environmental geography were the most suitable to my interest and blah blah blah. ანუ რასაც ვამბობ ახლა აქ ის არის რომ აი კი გეოგრაფიის ინტერესები კი ემთხვევა ამას და ესე შემდეგ, მაგრამ კიდევ აი ჩეხეთში რომ ვიყავი გაცვლითი პროგრამით, იქ ვისწავლე ესეთი საგნები, როგორიცაა თქვა sustainable development და ეს გლობალური გარემოს გეოგრაფია, რაც კიდევ უფრო ახლოს იყო ჩემს ინტერესებთან, რაც თქვათ TSU-ში არ მისწავლია დიდად და აი აქ უკვე რაღაცა უფრო clear idea მქონდა, საით მინდოდა თქვათ წასვლა. პირველ აბზაცში როგორც ხედავთ, ეს არის უფრო წარსულზე საუბარი, ანუ ჩემი გამოცდილება და ეს ჩემი გამოცდილებები, სწავლა და ყველაფერი როგორ ეხმიანება ახლანდელ ინტერესს, რომ გავაკეთო პროგრამაზე განაცხადი რა, ну, რატო უნდა მიმიღონ, თქვა. ეხლა მეორე აბზაცი უმეტესად იმაზე ვსაუბრობ, რომელი ტრეკის არჩევა მინდა, იმიტომ რომ ჩემს პროგრამაზე ზოგჯერ შეიძლება სხვა პროგრამებზეც ესე იყოს და შესაძლოა გამოგადგეთ. მოკლედ, ჩემს პროგრამაზე იყო 2 ტრეკი, ანუ 2 მიმართულება და თავიდანვე უნდა აგერჩია ეს მიმართულება. ერთი იყო ვარშავა, როგორც გითხარით, სოციალური მეცნიერებები და მენეჯმენტი. და იყო ესევე მილანის უნივერსიტეტი, უფრო აგროკულტურა და მცენარეთა მეცნიერებები, თუ კარგად, თუ სწორად მახსოვს. ხო და აქ უკვე ვწერ, რომ ვარშავის ტრეკზე მინდა და რატო მინდა, ხო, ვთქვათ. The mobility track to Warsaw University will give me a great opportunity to pursue my prior interest in sustainable environmental development and deepen my knowledge in studying the environmental and development issues in relation to current social changes. ანუ აქ აქცენტს ვაკეთებ, რომ კარგად მაქვს გააზრებული, ვთქვათ, ვარშავის უნივერსიტეტში ეს ტრეკი რას მომცემს, ანუ რას გულისხმობს, ის რომ სოციალურ ჩელენჯებს, რაღაც გამოწვევებს უკავშირდება, სოციალური მეცნიერებებია და ესე შემდეგ. მე უფრო ვაკონკრეტებ. I strive to contribute to creating more sustainable environment for the society and studying subjects such as measuring, evaluating and reporting sustainability and innovations and emerging sustainable development law will definitely help me to become more qualified and able to do my best. Blah 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 blah. ხო, ანუ აქ ძალიან ბევრად ვაკონკრეტებ რა, რომ ვაჩვენო, რომ კი გადაკითხული მაქვს ყველაფერი, რაც კი ინტერნეტში არსებობს თქვენს პროგრამაზე, ზუსტად ვიცი, რას მომცემს ვარშავა, ზუსტად ვიცი, რომელი საგნები მაინტერესებს ყველაზე მეტად, აი ეს measuring and evaluating sustainability, emerging sustainable development law და კიდე აქ იმას ვამბობ, რომ ეს ის საგნებია, რაც მე TSU-ში არ მისწავლია და ძალიან მაინტერესებს და აი ეს საგნები რომ ვისწავლო თქვენს პროგრამაზე, ეს გეფი რაც მაქვს, აი მაგას შემივსებს რა. იმიტომ რომ ეს აუცილებელია რომ აჩვენოთ რომ რაღაცა პატარა გეფი გაქვთ და ეს პროგრამა მაგას გივსებთ, იმიტომ რომ მარტო ის რო აჩვენოთ, რომ აი კი ძალიან კვალიფიციური კადრი ვარ და აი ძალიან ყველაფერი ვიცი უკვე რა პროგრამაში რაც შედის, ხო, ანუ ვერ ხედავენ points, რატომ და აგირჩიონ, ანუ მაინც ხომ და ისწავლო, ეს არ არის, თქვათ, სამსახურის განაცხადი, ეს არის სასწავლო პროგრამის განაცხადი. და აქ ვამბობ, რომ as these are subjects that I did not have the opportunity to get to know well during my previous studies, and this track will eliminate my gap here. ანუ ზუსტად ვამბობ, რომ კი ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი, რაც გაქვთ და რასაც მთავაზობთ, კი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აი ზუსტად ეგ გეფი მაქვს ჩემს უნივერსიტეტში, არ მქონია გამოცდილება ამ საგნებში და აი მაგას შემივსებს. კაი, ეხლა ვსაუბრობ ჩემს career plan-ებზე, ანუ გეგმებზე, კარიერულს.
ძალიან მოკლედ 2-3 წინადადებაში თითოზე, იმიტომ რომ ბევრი სის არ გქონდა უფლება, რომ დაგვეწერა რა. და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენ სიტყვასაც გეტყვენ, აი რა ყველაფერს, რასაც ვებსაიტზე წაიკითხავთ, requirement-ებში. აი 100%-ით უნდა გააკეთოთ რა, პირველი მაგას აქცევენ ყურადღებას. თუ მიყევით, მერე უკვე სხვა რაღაცებსაც გადახედავენ. My career plans are and ambitions are twofold. How ვიწყებ? On the one hand, I would like to participate in large iconic projects where I could play an important role in resolving important environmental issues and the successful implementation of the project. ანუ ორი მიმართულებით მაქვს ეს კარიერული გეგმები და ამბიციებიო რა და პირველი რომ აი ძალიან ისეთ iconic პროექტებში მივიღო მონაწილეობა, რაღაცა გარემოს და განვითარების საკითხებზე და ჩელენჯებზე და გამოწვევებზე და ესე შემდეგ. ანუ უფრო ისეთი პრაქტიკული და მეორე არის on the other hand I'm passionate to pursue the academic career and translating my industry experience into research, identifying and exploring new areas blah 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 blah. და მეორე იმასაც განვიხილავ რომ გავყვე აკადემიას და PhD გავაკეთო და ესე შემდეგ რა. მოკლედ ესეც კარგად უნდა დაწეროთ ზუსტად რაში გამოგადგებათ ეს მიმართულება, რასაც თქვენ ისურვებდით რომ მიგიღონ. და ბოლო აბზაცში ახლა რას ვწერ? I believe that the success and happiness of my future career depends primarily on the people with whom I have to communicate on a daily basis. ანუ ვამბობ რომ ჯერა რომ ჩემი ესე რომ თქვა წარმატება და ყველაფერი დამოკიდებული არის იმ ადამიანებსაც, რომლებთანაც ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს და ამიტომ ვიცი რომ ამ პროგრამაში გეყოლებათ ძალიან მაგარი კვალიფიციური ადამიანები, მინდა რომ მაგათთან ერთად გავატარო ყოველდღიურობა, თქვათ ჯგუფური მუშაობები, ბევრი რაღაცა გავიგო და ესე შემდეგ, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ამ ადამიანებთან ურთიერთობაც ძალიან გადამწყვეტი არის ჩემს კარიერულ წინსვლაში. Studying in this master's program will give me the unique chance to meet people different from me, both culturally and professionally, and create precious networking. ანუ რეალურად ძალიან გულწრფელად ვეუბნები, რომ კი, აი ხალხთან შეხვედრაც მინდა ჩემი networking-ისთვის, იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ესეც მნიშვნელოვანია, მარტო ამას არ უსვამ ხაზს. და მე ბოლოს all this allows us to develop personally and professionally. და ბოლო წინადადება ძალიან მიყვარს. I will do my best to be the change that I want to see in the world and sincerely და თქვენი სახელი და გვარი. მოკლედ ეს არის ჩემი სამოტივაციო. ხო, როგორც ხედავთ, ჩემი სამოტივაციო რაღაცა mind blowing და ძალიან განსაკუთრებული ისეთი არაფერი არ არის, ეს არის უბრალოდ 400 სიტყვაში მოქცეული ჩემი გამოცდილება, мотивация და მიზნები სამომავლო. და ესეც ერთ-ერთი სკილი არის ესე ცოტა რაოდენობის სიტყვაში ჩაწერო ეს ყველაფერი და ჩანდა გულწრფელი რა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეს არის, ასე ვფიქრობ. ამიტომ თუ რაღაცა კითხვები გექნებათ, მე სამოტივაციოსთან დაკავშირებით ან ესე შემდეგ შეგიძლიათ რა თქმა უნდა მომწეროთ. ძალიან კარგი იქნება თუ YouTube-ის კომენტარებში დადებთ, იმიტომ რომ მე ალგორითმი სხვებსაც უჩვენებს და იქნებს სხვებსაც დაინტერესოთ. თან განსაკუთრებით ეს ის პერიოდი არის, როცა ბევრი აკეთებს განაცხადს და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს გამოადგება. ამიტომ დამიკომენტარეთ ხოლმე YouTube-ის კომენტარების სექციაში ქვემოთ. ეხლა კი გაჩვენებთ იმ IELTS-ის ვებგვერდს, საიდანაც ვფიქრობ, რომ ანუ სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებდი IELTS-ის მომზადების პერიოდში, რომელიც ყველაზე მეტად დამეხმარა. და ყველა იმ მასალას გაგიზიარებთ ქვემოთ, მე რასაც ვიყენებდი და ძალიან ჩვეულებრივად აი მასწავლებლებთან მომზადების გარეშე და რაღაცა 100-ობით და 1000-ობით დოლარის გადაყრის გარეშე თქვა თვითონვე ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოემზადოთ, უბრალოდ უნდა როგორღაც მოახერხოთ და თქვენი სტრესი მართოთ, რომ რაღაც ამ overthinking-მა ძალიან არ აგერიოთ გეგმები. რაღაც საქმეები მქონდა გასვლა მომიწია, თუმცა დავუბრუნდი და ეხლა დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს IELTS.
რადგან უკვე სამოტივაციო გაჩვენეთ, იმედია ყველაფერი კარგად ჩანს, თუ არა და შეგიძლიათ მომწეროთ და შემიძლია ან გამოგიგზავნოთ, ან არ ვიცი, დაახლოებით შეგიძლიათ ვიდეოში, ამიტომ არ მგონია რომ პრობლემა იყოს. ეხლა გადავიდეთ უკვე IELTS-ზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია აპლიკაციის. როგორც უკვე გითხარით, IELTS-ი მხოლოდ ინგლისურის ტესტი არ არის, ეს არის, ინგლისურის აკადემიური ტესტი ქვია, თუმცა ვფიქრობ, არ მხოლოდ მე და ყველა ფიქრობს, რომ ამოწმებს როგორც დროის მენეჯმენტის უნარებს, ესევე თქვენი სტრესის მართვის, რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად გააკონტროლებთ თქვენ სტრესს თვითონ ტესტის წერის პროცესში. ეხლა მე მაქვს ერთი ვებსაიტი, სადაც ვატარებდი უდიდეს დროს IELTS-ის მომზადების პროცესში და როგორც გითხარით, თუ უკვე B2 დონე გაქვთ ინგლისურში, მაშინ შეგიძლიათ უკვე აი ამ ვებსაიტზე დაიწყოთ mock ტესტების კეთება, ანუ ზუსტად იგივე პრინციპის და სირთულის ტესტების კეთება, რაც რეალურ ტესტზე შეგხვდებათ. ვინც არ იცით და ვინც სულ ნულიდან იწყებთ ამ ტესტისთვის მომზადებას, გეტყვით, რომ ტესტი შედგება 4 განყოფილებისგან, სექციისგან, ნაწილისგან, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, კითხვა, წერა, speaking, ანუ საუბარი და მოსმენა. თუმცა აი 3 მოსმენა, კითხვა და წერა ერთ დროს არის ხოლმე და speaking-ზე სხვა დრო ინიშნება. შეიძლება იგივე დღეს, შეიძლება სხვა დღეს. ტესტის წერა კიდევ შეგიძლიათ როგორც paper based, ანუ ფიზიკურად ფურცელზე, ასევე შეგიძლიათ computer based, ანუ კომპიუტერზე და ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ computer based-ის წერის შემთხვევაში პასუხები არის ბევრად მალე, იმიტომ რომ არ ჭირდება დიდი დრო და დიდი რესურსები ამ ყველაფრის შესამოწმებლად, რა, ამიტომ დროში თუ იწვევით, ან უბრალოდ მალე გინდათ პასუხები, computer based გირჩევთ აუცილებლად. მე თვითონ კომპიუტერზე დავწერე ტესტი და ძალიან კომფორტული იყო, იმიტომ რომ აი ამ ყველა ვებსაიტს და ყველაფერს ამ რესურსებს და მატერიალსაც ვიყენებდი მოსამზადებლად, ყველაფერი იყო კომპიუტერში, ამ ჩემს ლეპტოპთან ვიჯექი საათობით და უმეცადინეობდი. და ამიტომ უფრო გამიმარტივდა, იმიტომ რომ მე თვითონაც შეჩვეული ვიყავი რა, თუმცა ეს თქვენზე არის დამოკიდებული. რომელსაც აირჩევთ, გირჩევთ რომ ამ მომზადების პერიოდში ერთი თვე იქნება თუ რაც აი ზუსტად ისე აკეთოთ რა, დაჯდეთ და დაინიშნოთ დრო, მიყვეთ ყველაფერს, არ მოატყუოთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ ამით მარტო თქვენ თავს დააზარალებთ, სხვას მართლა ვერავის და მე თვითონ ტესტის წერის პერიოდში მიხვდებით, რომ ნეტა რაღაცა ბევრი დრო დამეთმო, ან ნეტა სიტყვები მესწავლა, ან ნეტა რაღაცა რეალური დრო დამენიშნა რა. ამიტომ ყველაფერი ისე გააკეთეთ, თითქოს უკვე ტესტზე ზიხართ და მე გაგიმარტივდებათ ძალიან, იმიტომ რომ ახალი არაფერი არ იქნება საერთოდ. მოკლედ იმედია ეკრანს კარგად ხედავთ რა. ეხლა გაჩვენებთ იმ YouTube არხს, სადაც ვემზადებოდი ხოლმე მოსმენის სექციისთვის, ანუ როგორც ხედავთ, ქვია Crack IELTS with Rob. აი ამას ვიყენებდი ხოლმე ყველაზე ხშირად, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ტესტები არის და ვარიანტები, რომლებიც იყო გამოცდაზე რა. ანუ ზუსტად იგივენაირი შეგხვდებათ. აქ შეგიძლიათ აი ასობით ტესტი გაიაროთ და დაწეროთ დაახლოებით 9 საათიანია თვითონ მოსმენის ტესტი. როგორც ხედავთ, აქ შეგიძლიათ ვთქვათ ჩართოთ ერთ-ერთი და მიყვეთ თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ზუსტად იგივენაირია დროც კი. ეს reading-ი რატო ჩართო? ანუ ზუსტად იგივენაირია, აი აქედან დავიწყოთ. როგორც ტესტზე იქნება, აი ყველაფერი. დაპაუზებების ყველაფრის გარეშე უბრალოდ ამას მიყევით და დრო თვითონ აქვს დანიშნული ხოლმე რა. ეხლა მე რასაც შეამჩნევთ ის არის, რომ ზოგი არის შედარებით მარტივი, ზოგი არის შედარებით რთული. თუმცა ზუსტად ეგრე არის თვითონ IELTS-იც. ანუ ყველა მოსასმენი ნაწილი ტესტი ერთი და იგივე სირთულის არ არის. ხო, მოკლედ ეგეც გამართლება, იმიტომ რომ ზოგ ტესტზე არის პიროვნება, რომელიც ძალიან ჩქარა ლაპარაკობს და ზოგ ტესტზე არის პიროვნება, რომელიც თქვათ ძალიან ნელა ლაპარაკობს გარკვევით და ყველაფერი მშვენივრად გესმით. ამიტომ არის აუცილებელი, რაც შეიძლება მეტი გააკეთოთ, რაც შეიძლება მეტი. აკეთეთ დღეში 2, 3, 5
აი თითქმის ყოველ დღე და მე თქვენ თვითონ ნახავთ, როგორ ჩაგიჯდებათ ყველაფერი კარგად და როგორ ნაკლებად სტრესული იქნება. ეს რაც შეეხება IELTS-ის მოსასმენებს. დაიმახსოვრეთ crack IELTS with drop. ამას დაგირინკავთ აუცილებლად. ეხლა გადავიდეთ writing-ზე. ეს არის ვებსაიტი, რომელსაც ვიყენებდი writing-ისთვის და არის აი უკარგესი მართლა ყველაფერში. იმიტომ რომ დაახლოებით ხუთნაირი ესე მოდის რა, 5 ტიპის ესე, რომელიც უნდა დაწეროთ ხოლმე. არის opinion essays, discussion essays, problem solution essays, advantages and disadvantages essays და double question essays. აი ამ 5 ტიპიდან ერთ-ერთი მოგივათ ესეებისთვის დასაწერად. ეხლა ნებისმიერი აქედან შეგიძლიათ აირჩიოთ და ზუსტად გასწავლით, როგორ უნდა დაწეროთ რა თითოეული ესე. თქვათ opinion essay, ხო? ყველაფერს გეუბნებათ თვითონ ეს ვებსაიტი. How to plan, how to write introduction, how to write main body paragraph, how to write a conclusion. უბრალოდ უნდა მიყვეთ და რაც შეიძლება მეტი აკეთოთ. აქედანაც შეგიძლიათ ივარჯიშოთ, იმიტომ რომ თვითონ ესეების სათაურებსაც გაძლევთ, რაც შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაწეროთ და დაამუშაოთ. და მე შეგიძლიათ ნახოთ, თქვათ, writing partner, ვისთან ერთადაც შეამოწმებთ ერთმანეთის ესეებს, ხო? აი მაგალითად ეს. It is argued that earning lots of money has more significance to people than being content in their work. და ეს იყო opinion based essay და აი ეს სათაურებით შეგიძლიათ თქვენ თვითონ გამოიყენოთ და ივარჯიშოთ წერისას და აი ამავე სათაურებს ხო განიხილოს, ამავეებს განიხილოს ეხლა. რო დაწეროთ, მე თქვენ თვითონ შეგიძლიათ აი ამას მიყვეთ და ეგ ესე შეადაროთ რა თქვენს დაწერილს. ამიტომ არის ძალიან კარგი ვებსაიტი ieltsjeki.com. ამასაც დაგილინკავთ. ეხლა გადავიდეთ ერთ-ერთ მთავარზე, სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებდი ხოლმე. ეს არის ieltsonlinetests.com. შესაძლოა უკვე იცით. როცა შემოხვალთ, აქ არის რაღაცა sign up ბატონი, მაგას დააწვევით, გაივლით რეგისტრაციას უმარტივესად და მე უკვე დაიწყებთ აი აქ უნდა იყოს start now ბატონი და მაგას როცა დააწვევით, გადაგიყვანთ ძალიან კარგ ნაწილზე ვებსაიტის, რომელიც არის mock ტესტები. აი ამ mock ტესტებში თვეების მიხედვითაც ხედავთ, რო არის, წლების მიხედვითაც არის, რაც არის აი უმაგრესი. შეგიძლიათ ნახოთ 2024-25-ის, თქვათ, ნახოთ 2025 წლის ივლისის, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს ეს იყო, ხო? მე აქეთ რო შეხვალთ უკვე, ნახეთ, ივლისში უკვე სხვადასხვა სექციებიც არის, აი რა სექციებიც აქვს თვითონ ტესტს. listening-ი აქაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ეს ვებსაიტი, რომელიც გითხარით, აქაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ reading-ი, writing-ი და speaking-იც. Speaking-ზე ვფიქრობ ძალიან კარგი არის და ესევე reading-ზეც, იმიტომ რომ ამ ორი ჩამნაცვლებელი ამ ვებსაიტის ამ ორი სექციის საერთოდ ვერსად ვერ ვნახე, იმიტომ რომ ანუ ყველაზე კარგად მართლა აქ არის. აი listening-ში და writing-ში ესენიც რადგანაც გითხარით, ესენიც გამოიყენეთ, იმიტომ რომ ეს ორი ვებსაიტიც და YouTube არხიც ძალიან კარგი არის და ესენიც თვითონ კარგია. მაგრამ აი reading-ი და speaking-ი მხოლოდ აქ ვნახე ამ ვებსაიტზე, სადაც მართლა ნორმალური არის. თუმცა speaking-ისთვის YouTube-ში შეგიძლიათ რომ მოიმზადოთ, უბრალოდ ჩაწერთ რაღაც IELTS speaking practice და აი ძალიან ბევრ თემას ამოგიყრით და მიყევით, ეგეც შეგიძლიათ. ეხლა ვთქვათ, გადავიდეთ reading-ზე, იმიტომ რომ listening-ი და writing-ი განვიხილეთ, ხო ასე. მერე choose a mode. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ practice mode, ანუ თავიდან დასაწყისისთვის რომ პრაქტიკა გაიარო. და მერე simulation test mode, ანუ ეს იწყებს უკვე აი 1 საათი გაქვთ reading-ისთვის, 3 ნაწილია, 40 კითხვა და ამ start now-ს რო დაკლიკებთ, ეგრევე გადაგიყვანთ რეალურ ტესტზე, თავისი დროით. ეხლა მაგალითად დავიწყოთ start now practice mode-ში.
აი როცა გადახვალთ practice mode-ში reading-ის. აი ეს ზუსტად ის ინტერფეისი არის, რაც დაგხვდებათ IELTS-ის რეალურ ტესტზე. მართლა, ყველაფერი ზუსტად იგივე არის. აქაც თლიანად ყველაფერი 60 წუთი აი აქ იქნება დროის დათვლა, აგერ მარცხენა ნაწილში იქნება reading-ი და მარჯვენა ნაწილში იქნება უკვე ამ reading-ის კითხვები. ეს არის პირველი reading-ი, შეგხვდებათ რა თქმა უნდა 3 reading-ი და შეგიძლიათ უბრალოდ გადაყვეთ. როცა ამ კითხვებს უპასუხებთ, მერე შემდეგ მეორე reading-ი დაიწყება და ესე შემდეგ. კაი, reading-იც გავიარეთ, ხო? ეხლა ვნახოთ speaking-ი. Speaking-ზეც იგივეა practice mode და simulation test mode. დავიწყოთ practice mode, იმიტომ რომ speaking-ზეც 3 ნაწილია. პირველი რაღაცა ელემენტარულ კითხვებს შეგეკითხებათ და უნდა უპასუხოთ, მაგალითად, საცხოვრობ, სად გაიზარდე, ნუ რაღაცა ეგეთები რა. მეორე ნაწილიც არის შედარებით უფრო რთული, ანუ უფრო და უფრო რთულდება და რაც უფრო რთულ კითხვებს გისვამთ, მით უკეთესია, იმიტომ რომ ესე იგი კმაყოფილია და დაამტკიცეთ, რომ შეგიძლიათ. ნუ აქ general instructions, the exam is divided into 3 parts. და ესე შემდეგ. და მე აქ იწყებ უკვე რაღაცა ტესტის კეთებას. ნუ test microphone, ანუ ხედავთ დროის ათვლაც დაიწყო. ანუ ზუსტად იგივენაირია. რაც შეგხვდებათ ტესტზე, ოღონდ ტესტზე შეგხვდებათ, ანუ ნამდვილ ადამიანთან გექნებათ speaking-ის გამოცდა. უმეტესად არის ხოლმე უცხოელი, თუმცა ზოგჯერ ქართველებიც არიან, ამიტომ კარგად უნდა მოემზადოთ რა. აი ამ ვებსაიტს რომ მიყვეთ და უბრალოდ ყოველ დღე აკეთოთ, არ მგონი ამაზე კარგი რამე ნახოთ, სადაც შეგეძლებათ რომ ივარჯიშოთ. უბრალოდ მიყევით ამათ. რეალური ტესტები გავიარეთ IELTS-ის, ასევე ჩემი სამოტივაციოს ნახეთ. ამიტომ ეხა ერთადერთი რაც დარჩა ისაა, რომ დაიწყოთ IELTS-ისთვის მომზადება, კარგად. დაიწყოთ სამოტივაციოს წერა, თუ ჯერ არ დაგიწყიათ, უკვე იცით მე როგორი მეწერა ზუსტად და რომელ აბზაცში და სად რა და რატომ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეხა უფრო გაგიმარტივდებათ. და მგონია, რომ უკვე იცით, საიდან დაიწყოთ თუ აპლიკაციების შევსების პროცესი ჯერ საერთოდ არ დაგიწყიათ. ესევე აუცილებლად დაეკონტაქტეთ სარეკომენდაციო წერილისთვის რეკომენდატორებს. როგორც წინა ვიდეოებში გითხარით, გირჩევთ, რომ ერთი იყოს აკადემიიდან და მეორე თქვენი სამსახურიდან, თუ გაქვთ რა თქმა უნდა სამუშაო გამოცდილება, თუ არა და ორივე აკადემიიდანაც არ არის პრობლემა, იმიტომ რომ მე როგორც მახსოვს, მგონი ორივე აკადემიიდან მყავდა ორივე პროფესორი, ორივე რეკომენდატორი. ამიტომ პრობლემა ეს არ არის საერთოდ. ხო და კითხვების შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ მოწერა, ან უკეთესი იქნება თუ საერთოდაც YouTube-ის კომენტარებში დამიწერთ, იმიტომ რომ მე სხვაებიც ნახავენ და მე რაც უფრო ბევრი ადამიანი ნახულობს, მეც უფრო მეტი мотиваცია მაქვს, რომ ეს YouTube-ის ვიდეოები გადავიყო ხოლმე და გავაკეთო და აუცილებლად დაგილინკავთ ყველაფერს, რასაც მე ვიყენებდი და რაც ყველაფერზე მეტად გამომადგა ჩემი აზრით. ამიტომ დროებით და წარმატებებს გისურვებთ.